Facebook მომხმარებელმა სახელად მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც თავს წარადგენს როგორც საქართველოს პრეზიდენტი, 3 ივლისს გამოაქვეყნა პოსტი, რომ გული გაეთმო 39,000 ახალგაზრდისთვის. გული უნდა გაეთმო მათი 78,000 მშობლისთვის. ღმერთმა ყველას დიდხანს უცოცხლოს 146,000 ბებია ბაბუისთვის. უცნობი რაოდენობის დაძმისთვის, უცნობი რაოდენობის ბიძაშვილ, მამიდაშვილ, დეიდაშვილ, ბიძა, ბიცოლა, მამიდა, დეიდა, ნათლია, ნათესავ მეზობლისთვის, სავარაუდოდ მათი 78,000 შეყვარებულისთვის, დაუდგენელი რაოდენობის მეგობრისა და უბრალოდ გულშემატკივრისთვის. მოკლედ, ყველასთვის. კი ავედით ასე მთელ ქვეყანაზე. და რას წერდა ეს კაცი? გილოცავთ მისაღები გამოსდების დაწყებას და წარმატებას გისურვებთ. სტატისტიკას გადაავლეთ თვალი. მიხეილ ყს პოსტს 1270 კაცი დასცინზე, მხოლოდ 1100 უწონებს. და რას ერჩიან? ხო თითქოს არაფერი, მაგრამ რამხელა თავგანწირვა და мотиваციაა და რამხელა გამოცდილებაა ჩადებული. კაცი, ვინც არასდროს გასულა მისაღები გამოსდებს. არასდროს გამხდარა სტუდენტი. არასდროს მჯდარა ლექციაზე. არასდროს დაუხურავს არც სემესტრი, არც კურსი. წარმოდგენა არ აქვს რა არის კრედიტი. რით განსხვავდება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. არასდროს აუგდია ჰაერში ქუდი და არ უმღერია გაუდიამოსი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნივერსიტეტის ბირჟაზეც კი არასდროს მდგარა. ხო და აი ეს კაცი ახლა ულოცავს ყველას აბიტურიენტობას და ეუბნება ჩვენი ქვეყნის მომავალი განათლებული და პროგრესული თაობაა. კი, განათლებული თაობა ნამდვილად იქნება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე, როდესაც მის გაუნათლებელ დღევანდელობას დაასრულებს. მადლობა რომ შეგვახსენეთ. მადლობა რომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეთ განათლების აუცილებლობაზე. მათ შორის პირადი მაგალითით. ხო და სწორი ფორმაა აბიტურიენტებო. კაი, შენ ბურთის მეტი არაფერი გინახავს და თუ ამ ხელა აპარატში ერთი დიპლომიანი კაცი მაინც არ ყავს რომ Facebook-ი ჩააბარო.